ქიმერამ დამაჩელენჯა. ჩელენჯი კი არის ესეთი. სანამ არ დავინახავ მოწინააღმდეგე შემ არეალში არ შემიძლია მოძრაობა. უნდა ვეცადო რომ მოვიგო მეჩი და გავიდე პირველ ადგილზე ისე რომ შევასრულო ეს ჩელენჯი. პირველ რიგში უყურეთ ჩელენჯის ვიდეოს და დაწერეთ თქვენი აზრით შევძლებთ თუ არა ჩელენჯის შესრულებას თუ 10 წამში წავაგებ მეჩს. სალამი დესენტის და დესენტის გამომწერებს. მოკლედ, ესეთი ჩელენჯი მაქვს ჩვენთვის მოგფიქრებული. მხოლოდ მაშინ შეგიძლია მოძრაობა, როდესაც შენს არეალში ბრაულერს დაინახავ რა. შედიხარ სოლოზე, ირჩევ მინიმუმ 500-იან ბრაულერს, ნებისმიერი ბრაულერი იყოს და როდესაც შენს არეალში იქნება ბრაულერი, თუ სიტყვაზე ბუჩქებს შევიდა და ვეღარ ხედა, უნდა გაშეშდე რა. და მხოლოდ მას შეგიძლია მოძრაობა, როდესაც შენს არეალში ბრაულერი გამოჩნდება. მაშინ შეგიძლია სროლაც, მოძრაობას და ამ შემდეგ. მხოლოდ პირველზე რომ გახვალ, მაშინ დასრულება ჩელენჯი რა. ეგ არის შენი მისია და აბა წარმატებებს გისურვებ და იმედია შეასრულებ. დავიწყეთ მეგობრებო ჩვენი პირველი მეჩი და ავირჩიე კორდელიუსი, რომელიც 1000 პლუსი არის და ძალიან რთული იქნება ამ ყველაფრიდან გამომდინარე. მოდი ადგილზე ვიდგე ჯერჯერობით და დაველოდო სანამ მოწინააღმდეგე არ მოვა. კორდელიუსი ძალიან ძლიერი ბრაულერია და შეიძლება რომ მარტივად მოვიგო ეს ჩელენჯი, მაგრამ სხვათა შორის ქიმერამ ისეთი ერთ-ერთი რთული ჩელენჯი მოგცა, რომ შეიძლება ვერ შევასრულო მთელი დღის განმავლობაში რომ ვითამაშო. თავარია ეხა გამოჩდეს მოწინააღმდეგე ჩემ არეალში, გამოჩდა აქ მორტისი, მაგრამ ჯერჯერობით მოდი არ ვიჩქარებ, გამოვიყენებ ჩემ გაჯეტს მეგობრებო, გამოვიყენებ და ვნახო ძალიან ლოუ დავტოვე მორტისი, მოდი აქ შევალ, იმიტომ რომ არეალში უკვე თითქმის აღარ ჩანს და დაველოდები მორტისი როდის გამომირაშავს, გამორაშა მეგობრებო, გამორაშა და პირველი ხელი ასეც უნდა წავაგე. გადავიდეთ მეორე მეჩზე. დავიწყეთ მეგობრებო მეორე მეჩი და აქ უკვე მოწინააღმდეგე ჩანდა ჩვენ არეალში, მაგრამ უკვე გაქრა. დაველოდოთ კიდევ როდის გამოჩნდება. მინდა აღვნიშნო რომ ქიმერა არის ის მოკლედ, რასაც ვამბობდი წინა მეჩში არ დამცალდა თქმა, ქიმერა არის ის ერთ-ერთი იუთუბერი, რომელიც დამწყებ იუთუბერებს ყოველთვის ეხმარება და დღეს იშვიათია ქართულ იუთუბში 260,000-ზე არის ადამიანი და ეგეთი ადამიანი დაგეხმაროს დღეს გვერდით და სად მოვკალი მორტისი ხო არ ხადაობ, მაგრამ ზონა მოდის, იმედია ვინმე გამოჩნდება, თორემ მოძრაობის საშუალება არ მაქვს და ამ მეჩს წავაგებ ძალიან ცუდად. ქიმერ რა გინდოდა ძმაო ესეთი რთული ჩელენჯის გამო რატო გამიმეტე? თან სპაუნზეც არის დამოკიდებული, ძალიან ცუდად კიდას დავსპაუნდი და სამწუხაროდ ეს მეჩიც ესე ცუდად წავაგე და გადავიდეთ შემდეგ მეჩზე. შემდეგი მეჩის სპაუნზეც არ გაგვიმართლა. აქ ხედავ კოლს და მე მგონი ითვლება ეს ყველაფერი არეალში, იმიტომ რომ ხედავ ხო, ეს არის თავარი რომ არეალში ჩანდეს, ნელ-ნელა გავრაშავ, ეხლა და ვეცდები რომ მოწინააღმდეგეები მოკლა. ეხა აღარ ჩანს მოწინააღმდეგე და კოლტმა გამოგვირაშა, გამოვიყენე ჩვენი გაჯეტი და უნდა გავიქცე, აქ დავდგები არეალშიც. ჩანს ყველაფერი ჩელენჯის მიხედვით სრულდება, ზევით კიდევ ნიტა არის, უნდა გავიქცე ეხა რამენაირად და გავჩერდები ამ ბუჩქებში მეგობრებო, სანამ მოწინააღმდეგე არ გამოჩნდება. ძალიან რთული ჩელენჯია და საკმაოდ დიდი ვიდეოც გამოვა ჩემი აზრით, აქეთ კოლტი არის. გაჯეტიც მოვამზადოთ, გაურაშოთ მეგობრებო კოლს და არ ვიცი ზუსტად რამდენი მეჩი დამჭირდება ეს ჩელენჯი რომ შევასრულო, იმიტომ რომ ძალიან ცუდი სტარტი გვაქვს ხოლმე ისეთ ადგილას მათ ჩენს Brawl Stars-ი, მაგრამ იმედია რომ გაგვიმართლებს და არ დაგვჭირდება რამოდენიმე საათი ამ ჩელენჯის შესასრულებლად. არ ვიცი მოკლედ ქიმერა მინდა კომენტარებში დაწეროს რამდენ ლაიქსი ავიდეთ, რომ კიდევ ერთხელ დამაჩელენჯოს და ჩვენზე იქნება უკვე დამოკიდებული ჩემო გამომწერებო, რამდენ ლაიქსეც ავალთ, რომ კიდევ დამაჩელენჯოს ქიმერამ და კიდევ გადავიღოთ ესეთი რთული ჩელენჯები. გამოჩნდა უკვე ბიბი, შემიძლია რომ ზევით ავიწიო, უკვე აღარ ჩანს, ისევ გამოჩნდა, ისევ შემიძლია ავიწიო, არის ბიბი და ფრენკი, გამოვიყენებ ჩემ გაჯეტს, ძალიან ცუდად გამოვიყენე, აქეთ ფრენკი არის და უნდა გავიქცე, ისევ და ისევ ჩანს და უნდა ჩავიწიო, აქეთ არის ლიონი, გაურაშა, მოდით ლიონს მეგობრებო, რატომაც არა, გაურაშე, აღარ ჩანს უკვე და ერთ-ერთზე ვარ მეგობრებო, ედგარის წინააღმდეგ, გამომირაშა ედგარმა, გამომირაშა და რა ცოტა დაგვაკლდა მოგებასთან, აი ერთი გარტყმა გვინდოდა და გავედი მეორე ადგილზე. ვაგრძელებთ მეგობრებო ჩელენჯს, რომელიც ძალიან რთული აღმოჩნდა. აქ დავინახეთ პირველი მოწინააღმდეგე და ძალიან მარტივად მოვკალით, მაგრამ უნდა გავიქცე, რადგან მეორე მოწინააღმდეგე აქვე ჩანს. ხედავ ეხა არეალში და მოდი აქ დავდგები, იქნებ რამნაირად სუპერი ავივსო. ძალიან ლოუა ჩვენი მოწინააღმდეგე და მე მგონი არ ვიცი რა ხდება. მე მგონი ბოტებში შეგვაგდო, ვერ ხვდები.
მე აქედან მოძრაობა არ შემიძლია, უნდა დაველოდო მოწინააღმდეგე თუ გამოჩნდება გავმოძრავდები და მინდა შეგახსენოთ, რომ არხი გამოიწეროთ 100 გამომწერი მაკლია 14000-მდე და 14 ივლისს მაქვს დაბადების დღე და მინდა რომ რამენაირად 15000 გამომწერზე ავიდე 14 ივლისამდე და ჩემი ეს მიზანი შევასრულო და უკვე ვეცდები მომავალი წლისთვის 30000 გამომწერი მაინც დავდო. ვერ ვიაქტიურე ისე როგორც გპირდებოდით, ვეცადე ყველანაირად რომ კარგი ვიდეოები დამედო, მაგრამ აბიტურიენტობიდან გამომდინარე ხშირად ისეთი ვიდეოები არიდებოდა, როგორცაც იმსახურებდით ჩემი მაყურებლები. ამიტომაც ცოტა დავკარგე ის აქტივი, რაც ადრე მქონდა და ნახვები, მაგრამ ეგ ყველაფერი არის ჩემი ბრალი და ამასობაში სონამაც გადაგვიარა და სამწუხაროდ ეს მეჩიც წავაგეთ. დავიწყე მეგობრებო, აღარ ვიცი მე რამდენი მეჩი უკვე სათვალავი მე პირადად ამერია, იმდენი მეჩი წავაგე უკვე, უნდა ვითამაშო რაც შეიძლება ფრთხილად და ვეცადო ამ მეჩის მოგებას, რადგან ჩელენჯი ასე თუ ისე მაინც შესრულდეს ბოლოს და ბოლოს. ნახოთ, აქ არის სივრცე და გაქცევა შეგვიძლია, რადგან ჩანს არეალში მოწინააღმდეგე, რომელიც ქართველია. ნახოთ, მე მგონი გამომირაშავს, რამოდენიმე ტყვია გავარტყით, ეხლა მთავარია რომ სუპერი ავივსო და თან არეალი დავიჭირო სწორად, რადგან არ მომკლას და თან კარგად ვითამაშო, რომ შევძლო მოგება დაველოდები ერთმანეთში ფაითონ. მე თუ გამომირაშავს, ეხლა ეს ან მარტივად მოკლავ, კი ქართველია, მაგრამ ჩელენჯია ძმაო და რა გავაკეთო და ეხლა გაშეშება გვიწევს. მთავარია კოლტი გამოჩეს, მაგრამ იმედია მანამდე გაჯეტი შემევსება. გამოჩნდა ჩვენი კოლტი, გამოვიყენეთ ჩვენი სუპერი, გაურაშეთ კოლტს მეგობრებო და აქ მოგვიწია ეხლა გაშეშება. დაველოდოთ გაჯეტის გვევსება და გამოჩნდეს. ეხლა ზონა ვერ შეგვაწყვებს და 1-1-ზე ვართ. არის შესაძლებლობა რომ მოვიგოთ და მოვიგეთ მეგობრებო. გეფიცებით ამდენი წაგების შემდეგ მოვახერხე და მოვიგე კორდელიუსი და ჩელენჯიც მე მგონი რომ შესრულებულია. ეხლა მთავარია რომ ქიმერამ დაწეროს შესრულდა თუ არა ჩვენი ჩელენჯი. უბრალოდ ნახეთ გეფიცებით რამდენი წაგებები იყო. სულ თითქმის ყველა მეჩი წავაგე, რომელიც მოვიგე ტოპ 3-ში ან ტოპ 4-ში გავდიოდი და ამიტომ არ იყო ხოლმე შესრულებული და როგორც იქნა შევასრულეთ ეს ძალიან ერთ-ერთი ურთულესი ჩელენჯი, რაც კი შემისრულებია. მართლა არ ველოდი ესეთი რთული თუ იქნებოდა, მეგონა 1-2 მეჩის შემდეგ მაინც შევასრულებდი, მაგრამ რადგან ვერ მოძრაობ ზოგადად ესეთი ჩელენჯები რთულია. ჩვენი ვიდეო კი დასასრულს მიუახლოვდა. მინდა კიდევ ერთხელ უდიდესი მადლობა გადაუხადო ქიმერას. მისი არხის ლინკი აღწერაში იქნება. არ მგონია ეხლა ჩემი გამოწერებს ვინმეს გამოწერილი არ ყავდეს, მაგრამ თუ ვინმეს გამოწერილი არ ყავთ, აუცილებლად გამოიწერეთ, რომ მალევე ავიდე 300,000 გამომწერზე. მადლობა ვინც ამ ვიდეოს უყურებდით. თუ გინდათ რომ ესეთი ჩელენჯები გაგრძელდეს და კიდევ დამაჩელენჯოს იუთუბერებმა, ვეცადოთ ამ ვიდეოზე 500 ლაიქზე ავიდეთ. მე კი დაგამშვიდობებით, ჩვენ კი შევხვდებით შემდეგ ვიდეოში.